და თუ რომელიმე თქვენგანი განეშორება თავის სარწმუნოებას და მოკვდება ურწმუნოდ, მაშინ ასეთებს ამაოებად ექცევათ ამ ქვეყნიური ცხოვრებას და იმ ქვეყნიური ცხოვრებას. აი ცეცხლის ბინადარნი, სწორედ ესენი არიან იქ, რომლებიც იქ სამუდამოდ დარჩებიანო ალლაჰმა დაიცვეს. ალლაჰმა გვაშოროს. ზუйина лиллазина кафару الحياة الدنيا ويسخرون من الذين آمنوا والذين اتقوا فوقهم يوم القيامة والله يرزق من يشاء بغير حساب. რომელნიც ურწმუნონი არიან მოკაზმული ეჩვენებათ მათ ამ ქვეყნიური ცხოვრება და დასცინიან იმათ რომელთაც ირწმუნეს. ურწმუნოები დასცინიან ვის? იმათ დასცინიან რომელთაც ირწმუნეს. და რომელნიც ღვთისმოშიშნი არიან მათზე აღმატებულნი იქნებიან აღდგომის დღეს და ალლაჰი უთვალავს უბოძებს ინებებს ვისაც. მაგრამ ვინც რომ ირწმუნა, ალლაჰმა რა უნდა ხნას უთვალავი უნდა მისცეს იგენს. ვის? მორწმუნეებს. ამიტომ ჰადის შერიფში სალალლაჰუ ალეიჰი ვესალამი აი ასეთნაირად მოგვიწოდებს კიდე كما تعيشون تموتون أمبرس وكما تموتون تبعثون وكما تبعثون تخشرون وكما تخشرون تحاسبون وكما تحاسبون تساقون. გასკვეუნება როგორც იცხოვრებთ ისე მოკვდებით, როგორც მოკვდებით ისე გაცოცხლდებით, როგორც გაცოცხლდებით ისე შეიკრიბებით, როგორც შეიკრიბებით ისე განიკითხებით და როგორც განიკითხებით ისეთ ადგილას მოთავსებით. ამიტომ ჩვენ ცხოვრებას მაქსიმალურად უნდა მივცეთ რა, უპირატესობა უნდა მივცეთ ძვირფასება, იმიტომ რომ მორწმუნეებისთვის რა არის 60-ებია ინშალლაჰ რაჰმან. ალლაჰმა თვითეული ჩვენთაგანის 60-ის მკვიდრთა სიაში ჩაგზეროს. უზენაესი ალლაჰი ყურანი ქერიმში მორწმუნეებს პირდება 60-ებს. ჯენნატუ ადნინ يدخلونها يحلون فيها من أساور من ذهب ولؤلؤا ولباسهم فيها حرير. ისინი მარადიულ ბაღებში შევლენ, სადაც შემკული იქნებიან ოქროს სამაჯურებით, მარგალიტებით და აბრეშუმის სამოსითო. ვინც ირწმუნებს ალლაჰს და დღეს უკანასკნელს. ალლაჰმა ჩვენს გვაღირსოს ინშალლაჰ. შემდეგ გვეუბნება وقالوا الحمد لله الذي أسحب عنا الحزن إن ربنا لغفور شكور. დაიტყვიან ქებადიდება ალლაჰს ეკუთვნის, რომელმაც წუხილი გვაშორა, უეჭვლა ჩვენი ღმერთის შემდობი და მადლობის შემსმენია. الذي حلنا دار المقامة من فضله لا يمسنا فيها نسب ولا يمسنا فيها لغوب. რომელმაც დაგვამკვიდრა თავისი წყალობით წარუვალ სავანეში, სადაც არ შეხვდება არც დაღლა და არც مبزربا. والذين كفروا لهم نار جهنم لا يقضى عليهم فيموتوا ولا يخفف عنهم من عذابها كذلك نجزي كل كفور. قولوا რომელთაც უარყვეს მათთვისა ჯოჯოხეთის ცეცხლი და არ იქნება განჩინება რომ მოკვდნენ ან შეუმსუბუქდეს სასჯელი. ასე მიუძღვალთ ყველა უმაგურსო ალლაჰი ბრძანებს. وهم يسترخون فيها ربنا يخرجنا نعمل صالحا غير الذي كنا نعمل أولم نعمركم ما يتذكر فيه من تذكر وجاءكم النذير فذوقوا فما للظالمين من نصير. და მოთქვამენ იქ ჯოჯოხეთში ღმერთო ჩვენო გამოგვიყვანე აქედან და ვიქნთ სიკეთეს და აღარ ვიქნთ იმას რასაც ვაკეთებდით. განა თქვენთვის არ გვიბოძებია საკმაო სიცოცხლე იმისათვის რომ შეგეგონებინათ იმათ მსგავსად რომელთაც შეიგონეს და თანაც თქვენთან შემგონებელი მოვიდა მაშინ გემეთ რამე თუ არ ყავთ უსამართლოებს მეოხეო ამბობს. إن الله عالم غيب السماوات والأرض إنه عليم بذات الصدور. უეჭველად ალლაჰი მწოდნია ცათა და მიწის და ფარულისა, უეჭველად იგი უწყის რაც არის გულებში. هو الذي جعل لكم خلائف في الأرض فمن كفر فعليه كفر ولا يزيد الكافرين كفرهم عند ربهم إلا مقتا ولا يزيد الكافرين كفرهم إلا خسارة. იგი არ რომელმას დაგადგინათ დედამიწაზე მემკვიდრეობა. მას ვინც უარყო თავისივე ურწმუნოება მის წინააღმდეგა და არაფერს შეჰმატებს ურჯულოება ურწმუნოებს მათი ღმერთის წინაშე გარდა ზიანის მომატებისა და არაფერს შეჰმატებს ურჯულოება ურწმუნოებს გარდა ზიანისა სასჯელის მომატებისა. ალლაჰმა დაიცვას. უზენაესმა ალლაჰმა თვითეული ჩვენთაგანი მისი კმაყოფილებით დაგვაჯილდოს ალლაჰმა.